Hi. საღამოშვიდობის. როგორ ხართ ხალხო? რა იშვედი? აი, დედიკო, ხო ხართ კარგად? არ ვიცი ხა ეს დილი დაიდება ის ვიდეო როდის დაიდება, მაგრამ ახლა საღამოა, მინდა გითხრათ. უკვე მოვიხუროთ, რომ მაინც რაღაც არ გავცივდეთ, გავიხსენოთ, რა დონის გაციებული ვიყავით. ცოტა ვიჭორაოთ, რა შვებით, როგორ ხართ? ჩემების ლოდინში რომ მოვიდოდნენ და ყავას დავლებით, კაციშვილი არ ჩანს, ამიტომ გაუბრაზდი და მარტო გადაწყვეტე ყავის დალევა. თუმცა დედასთან მირჩევნია რომ დავლიო ყავა, მაგრამ არ მობრძანდა. ჩემი ქმარი ისედაც არ მოვიდოდა ჯერ არ ველოდებოდი, მაგრამ აი ყოლაც. მოკლედ არავინ არ გამოჩნდა, არენაზე არც ბიცოლა, არც რა ვიცი მეზობელი და არც დაკალი. ხო და სულ კარგად იყავით, მარტოც კარგად დავლევ. აი ეს საყურე გახლავთ რომ გაჩვენეთ ვიდეოში და ძალიან რომ მომწონს ვერცხლია. ხო და უკვე მოვიყვანწე ყურები ჩემი იმით. ესე იგი, ვისაც გახსოვთ ვამბობდი რომ ამ პერიოდში 1 კილო და 800 გრამი მქონდა მომატებული, აი ამ საახალწლო და ცოტა ადრე აი საგიჟითი პერიოდის გამო მომიტანე. ხო და ამიტომ რა თქმა უნდა 10 ხო ის დასაკლები მაქვს და პლუს კილო და 800 დასაკლები ხო ანუ მეგობრება ღამის ნათურა მართლა ღამის ნათურა იტენება და დენი რო ჩაქრება აკრავთ ხელს და როგორც სახში დენი გაჭახჭახებული ზუსტად ისეთი ნათება აქვს. მოდი ეს არ დადო არ გატეხო შუშა არიდე. ხო და მოკლედ 1 კილო უკვე მივაბრძანე, დამჩა 800 გრამი და პლუს 10. ესე რომ გითხრათ, ცოტა შორიდან მოუარე, მაგრამ მაგდენი დამჩა მოკლედ დასაკლებ დასეკვენცი. დედი, შეგიძლია ეგ მომიტანო პეჩენია? აი ეგ დე, მანდროა. ოღონ ნელა არ დაყარო, ხო? კი, აბა მომიტანე. აბა თუნდალიერია. სამი ცალი მომიტანე, დედა, 80 კალორიაა და 3 შეჭა. ეგეც მომეცი თუ შეიძლება. აი, ორს მომიტან. ორი, სამი. მომიტანე. ორი. ეგ ორია, ერთიც დაამატე, ხა ბარემ 80 კალორია შევავსო, რა ცალ-ცალკე მასლეთ ვერ გავიგე. აჰა, გვანჩა კიდე. მოდმეციდე. ერთი ცალი საყვარელო, ოპლაც, მეტი აღარ მინდა დედიკო. სიჭამე. ეს კიდე უნდა ვიყიდო. შენი ყოფილა ყავა. მართალია პატარებია, მაგრამ აი ყავაზე ამაზე მეტი რაც მინდა. მახეს კიდე ჩაკ. გერგოა. მოდი ველაპარაკოთ მე და შენ დამიჭექი, მოდი. მოდი. არა, მე აქ დავდიდე. ხო და აქ დამიჭექი მუხლზე რომ დაგინახონ, არ ჩანხარ საყვარელო. მუხლზე და აი მე როგორ დამძიმდა ეს გოგო, როგორ. აი მე ვგიჟდები. ღამის ნათურა. ჩემი გოგო ღამის ნათურა. ჩემი გოგო ღამის ნათურა. ჩემო საყვარელო. ჩემი გოგო ღამის ნათურა. რა სიწმენ, შვილო, არაფერი არა გაქვს. ესე რატო შვები? ცხუჩი ხელი და სერცხული. დედიკო, შენ რა ისწავლე რაღაცას რო ყვებოდი მოუყევი ერთი ამათ. რაო, როგორ არის? მინდა რომ ჩემი საქართველო ძლიერი იყოს და
სოფელია. მამა ყორო ქართველი ვარ და ცხოვრობ საქართველოში. მე მყავს ჩემი მამონი. მე მყავს საქართველო. დილაუჩავსაბა ახას ეს გისურვებთ დიჩხალს და ბედნიერებას. ვაიმე ეს ვინ არის? ღმერთო! ჩადიდე ითამაში ყავა უნდა დავლიო რა. ნელა კაცო არ წაიქცე, გადადი. წადი. წეგან მამა ჩემს ელაპარაკება ტელეფონზე რომ ისო სამსახურში როგორი დრო გაატარეო. გადასარევო. მამაცასაც რა ჯობიაო. სამი წელი მოვაგროვო. რადე? სამი წელი ესა. რა მოვაგროვეთ. ამ ბოლო დროს რა შემიყვარდა, იცით? აი, ჩემთან სახლში ძალიან კარგად თბილა, ანუ ესეც არ მინდა რეალურად, ძალიან კაი სიტყვა და მაგრამ რა მიყვარს? აი, მაინც მიყარება, მგონი, აი საკამოვიკაკუნა. და მე თანხმობთ ალბათ. მოკლედ, მეორე ბავშვზე კითხვები არ წყდება შინ თუ გარეთ. ნაცნობი, ახლობელი, უცნობი, ძალიან ახლობელი, რა ვიცი, აღარავი დარჩა, ვინც არ არის დაინტერესებული, რატომ არა მეორე ბავშვი და რა ვიცი. მეც არ ვიცი და თუ იქნება ყველა გავიგებთ, მეც გავიგებ. მოდი ასე ვთქვათ, ვერ გადავლახე რაღაცები და არა მხოლოდ ვერ გადავლახე, მე ვთვლი რომ არ ვდგავარ ფეხზე ისე რომ მეორე შვილიც ანუ უზრუნველყო. თუმცა ამაზე დიდ გაჭირვებაში გაუზრდიათ კი არა, ჯვარი წერია სულ არ აქვს შემშულს გაჭირვება და მაინც რაღაცნაირად ვერ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ აი აქ ვერ გადავწყვიტე. ანუ რაღაცეები ვერ გადავლახე რა, რაც მქონდა, რაც ძალიან მიჭირდა ფსიქოლოგიურად, ჯანმრთელობის კუთხით, ანუ რაღაცეები ვერ გადავლახე რა და ვაბრალებ, რომ აი ფინანსურად იცი რა მოკლედ სისულელე. უბრალოდ ჯერ ვერ გადავწყვეტე ხალხო, რა ვიცი, ძალიან ვიძაბები რომ სულ მუდმივ რეჟიმში რომ ეკითხებიან, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ახლა რა ვიცი, მილიონი მაკითხვაზე მაქვს მილიონი პასუხი და მილიონიდან ახლა რომელია რასაც დაჩავებ გავუჭები არ ვიცი და რა ვიცი აბა. რაც არ ვიცი, არ ვიცი. მარიამი ყოცა ამას რა ქვია? რა ქვია? ეს კითხვა რა ქვია? ამ კითხვებს საერთოდ ამოვიღებდი მიდან რა ქვია? რა ქვია? გამოყენებიდან საერთოდ ამოვიღებდი. იმიტომ რომ მართლა შემაღონებელია, ძალიან შემაღონებელია, აი უკვე რა გადავღონდი. აი ეგეთი შემაღონებელია დაახლოებით. გუშინ ვუყურე ხალხო ენდი გარსია მონაწილეობს ფილმი ეხება ქალს, რომელსაც აქვს მომაკვდინებელი დაავადება, მისი დღეები და თვეები ასე ვთქვათ არის დათვლილი. და როგორ უვლის ცოლს, რომელ არხზე იყო ღმერთო ფორმულა თუ არ მახსოვს მეგობრებო თუ ფორმულა არ მახსოვს დაიცოდე გვანცა თუმცა აი ძალიან ერთი წუთი რომ საუბრობ დაიცოდე ძალიან ცუდად ისმის შვილო ყველა ერთად რომ საუბრობს ძალიან გვიან დაიწყო და მარიამი ყველაღარ იძინებდა და ანუ მოკლედ გავთიშე ტელევიზორ და ბოლომდე არ მიყურებია, თუმცა ადრე ნანახი მაქვს და ძალიან მინდოდა ყურება, მაგრამ ნუ ვერ. გოგო ესენ დაიჭირე და მე ვერაპარაკე. ჯერ დავასრულო საუბარი და მერე ისაუბრე. გესმის? 2 წუთი დამაცადე დავასრულო, კარგი საყვარელო. როგორ უვლის ამ ცოლს?
რა დონემდე უყვარს, რომ გადაწყვეტს, რომ ეშმაკის ერთი წუთით ვესაუბრები და მერე მომხსენი. რამდენად უვლის და როგორ უსრულებს ნატურას, რომ უნდა ატრაქციონი ეშმაკის ბორბალზე დაჯდეს ეს ცოლი და ვერ მიდის იქამდე, იმიტომ რომ გზაში ცუდად ხდება და გადაწყვეტს, რომ ეზოში გააკეთოს ეს ყველაფერი. ამაზე არის ფილმი და იმხელა სიყვარული ჩანს. იმდენი რამე ჩანს ამ ფილმში ხალხო. აი ტკივილამდე რო უყვარს ცოლი, ვისურვებდი რომ ამ დონემდე უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი რა დონემდეც იმ ფილმში იყო. აი ასე გაგიჟებით სიყვარული არის არ ვიცი მე ვერავინ დამაჯერებს ახლა რომ ყველა მეორე ცოლ-ქმარი 100 არიან. არ არიან ასე. თუმცა მეორეც არის ძალიან ბევრი, მაგრამ აქვთ გამოხატვის პრობლემა. მე მაგალითად მაქვს გამოხატვის პრობლემა და არა მხოლოდ ჩემს მეუღლესაც, ანუ ეს გამოხატვის დიდი პრობლემა გვაქვს. რო გიყვარს ხო გამოხატავ, მაგალითად გამოხატავ შვილზე მიადვილდება უფრო. ფაიმე. მოდი, აჰა. აჰა. მოდი უთხარი და მე გავაგრძელებ. თუმცა მე როცა ვსაუბრობ ძალიან გთხოვ რომ დამაცადო. აჰა. უთხარი აჩვენე. აი, ეს სათვალე სამის უთხარი რომ რამე ეთკინა მუხლი ეთკინა რაღაცას მიატყა კარებს. დასრულე? ჯერ მაუყევი სანის რომ რაპარაკი დავასრულო. ჩემზე გარდა არავინ არ არის. ჩემულამასო. ჩემზე გარდა არავინ არ არის რომ ესე მალე მოვიქცე კარგად. ესე მოვიქცე რომ ასე ამას მოძვრა ესეთი სავი. დედი თუმად ეხლა მე ვრაპარაკო. ეხლა თუ შენი უთხარი რომ ეგ რაპარაკი დავასრულე რომ ჯერ არ დავასრულე რომ ჩემზე გარდა არავინ არ არის რომ ესე მოვიქცე რომ დედკო მითხრა რომ სამის რომ რამე თუ დამირეკე რომ სისხლი რამე წამოგივიდაო და ეხლა ხო წამოგივიდა, აი აგე თუ არა, ხო ვიციო. აგე თუ არა. შენ რა გაფარებდი დედკოს დიდი ვიყავი. პატარა კი არ ვიქნებოდი. დიდი ვარ. დედა შენ მოვთქვა რომ უჭამიო ხაჭაპურიო. მოსჩი დედა? ჯერ არა გოგო, დამაცადე რა იყო. ხარ ახარ მგელი და ვეფხვი. ხوار არ მისმეს ახლა ვიდეოში. ასე იკეთებდა. ჟაკო. რომელიც ხედავთ, ეს ღამის ნატურა არის, რომ სუსა არ გატყდეს. უნდა მოგიდოთ სუსას. უნდა მოგიდოთ.
დაიჭრებათ, მე ტირვი დაიწყო. და ყვებს მიკოვებს, ეუბნებათ, რომ არ გაიჭრათ ხელიო. კარგი დედიკო. ხა 2 წუთი მე ვილაპარაკებ. მე ისევ შენ შევთანხმდით? მოკლედ, ბოდიშ გიხდით ხალხო, ძალიან არ მიყვარს ხომ აზრი წყდება მერე და სადღაც კიდე აკვეხებ, მაგრამ ნუ აი ექსტრემალური ვითარება გვაქვს ოჯახში. დავასრულე ესა ხო, კარგი, ახლა ჯერ მე უნდა ვისაუბრო. კარგი, შევთანხმდეთ? მერე ისევ შენ, ხო დედიკო. სიყვარულის გამოხატვაზე ვსაუბრობდი, მე ძალიან მიჭირს, შვილთან უფრო მეტად არ. იმიტომ რომ პატარა, რაც უფრო იზრდება, ვატყობ, რომ ცოტა მეწყება რაღაცეები. მაქვს, ვერც დედაჩემთან ვერ გამოვხატავ, აბსოლუტურად ვერავისთან მოდი რა, ესე ვთქვათ, სიყვარულს ვერ გამოვხატავ, აი რომ და ხომ რომ ჩავეხუტოვა კოცო არ შემიძლია. რა იყო? ხوارავ ხერინგელი დავეფი და სამწუხაროდ ძალიან მინდა რომ შემიძლოს გამოვხატვა და რომ ვერ გამოვხატავ, ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ნუ რას ვუსამთ. სხვადასხვანაირები ვართ ადამიანები და გჭირს ეგ რაღაცეები. გუში მინდოდა ვიდეო დამედო ცალკე და გადავწყვიტე რომ დღევანდელ ვიდეოს მივაბა. იმის შესახებ საუბრობ, რომ ხალხო ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და მსგავსი სისულელებისთვის, რაც ვიდეოში იქნება, ნუ მოვიცლით. იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ჩვენს ცხოვრებაში. რამდენ სიყვარულს გრძნობთ, რამდენი განცდები გვაქვს, აი მაგისთვის როგორ იცით. შევეშოთ ეგ თემებს რა. კიდევ 1 წუთი დამრჩადე. კარგი, რაპარაკე დაიწყე კარგად. ახლა დიდი დაიწყე. და აი სიყვარულთან დაკავშირებით ჩემი ქმარი ზუსტად ეგეთი ვერ გამოხატავს ეს სიყვარულს. ვერ და ძალიან მინდა რომ შეგვეძლოს ორივეს ესე გამოხატვა, მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი საუნთა ხტით. აიმე ღმერთო. ხო იყო ჩემი 2 წუთი. რა ხდება? დედიკო 2 წუთი მე ხომ და მელაპარაკა და არ მაცდი და როდის ვილაპარაკო? ინავებავე. მოკე ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ ხალხო, როგორც მივხვდით ჩემი შვილი არ დაგავცდის არაფერს დათქვი კიდე მარიკოს ვლოგები გიდათ ყოვე და აგერ. მიდი შვილო, იგულავე. მე? ისაუბრე, ბურთი და მოედანი შენი, კი შენი ჯერია. აზრი არ აქვს შეთანხმდით რამის გადაღებას. კარგად. არა, ელაპარაკე და არ გითიშავ. ხო. ახლა მე მოგიყევთ ჭეხან. მოუყევი. მე ჭეხან მოგიყევთ რომ სანიზე რამე ქნა და ნენეზე. და მარიამზე. ამას რა ქვია? ამას განსაკია. ამას ნენა ქვია, ამას მარიამი ქვია. ამას ანდრია ქვია, ამას ივანა ქვია. ასე უნდა მოვიქცე რომ თუნდაც მოვიქცე რომ კარგად მოვიქცე რომ კარგად დაუჩდე. ჰა? ესე გაგიწყებოდათ რომ სანი რა ლალამაზე მე თქვა რომ ვერაპარაკებდი ამდეხას დავასრულე თელი ის რომ არ ვიცი რომ რაპარაკი დავასრულო. ადამიანს საათვალი ხუნდა რაპარაკი. ჰა? არ უნდა ირაპარაკო. ხუბი რა არის? კი რა არის? ყვირილი რა არის? რა არის ყვირილი აბა?
რა არის ყვირილი? აი ეს გოგოები ახატია. დადი დამიხატე. არ გინდა წამოვწვეთდე? შენ დედიკოს რა უნდა? მაშინ დაიხალე ვითო. კეიტა. არ დაიხალე. შენ ხო ღამის ნატურარა ხარ? დედიკო რა გვარია უთხარი ამათ დედა? ჭიაშვილი. მამიკო? ბაქაკური. შენ რა გვარი ხარ? მე მარიამი ბაქაკური. ორი ბაქაკური ვარ. შენ და ვიხარ თორი? მანკო. ორი. დადეზე რო ორი ბაქაკური. თან მე ვირაპარაკებ და მე ამოწულილა დედიკო და მამიკო. გუშინ სიცხე აქვს. სიცხეას გრიბი შეხვდა. ვის დე? არავის მამიკო შევთქვი. და შენზე. ხო, დედიკო ცუდად იყო ხო დე? ხო. მერე კი დაიწყე და მიაწყი. აი ამ კუთხეს. სამკუთხედი ხო არა ხარ, ხაჭაპური ხო არა ხარ, მგელი ხო არა ხარ. ვებხურ ხო არა ხარ. ხაჭაპურიდან მგელზე რა უცებ გადავედით? ჯერ დამაცვადე გვანცა რა იყო? ადამიანს ხო უნდა ლაპარაკი. აი შვილო, აი. მე მოვატიეთ. დედა რა ამბავია? დედა შენი მე არ დამაცვადეს რა ამბავია? არ ვიცი. შენი ვერ დამაცვია. რა ყოთამ აი დედა ხო ხედავთ რას აკეთებს? აი რას გავს სახლი? ჩვენ მოვქენით გუშინ. ხო ხედავთ. ხო ხედავ. დედა ათიანი მინდა გაწერა. მასწავლებელი ბავ. ირმა მასწავლებელი ბავ. რა არის? მოდი, გოგო, მოდი. მიხარ. მე გულში. სულშიც მიყვარხარ. მიყვარხარ, აი გული, ალაგუ არა გული. ალაგუ არაო, ანუ ადრე ცოტა პატარა რო იყო, გულს ეძახდა ალაგუს. და თუ ბევრი გული ხარ და ალაგუები მახატიაო და ეხლა რა ცოტა გაიზარდა ჩვენი მარიკო გამოასწორა და გულს ეძახის გულს, ასე რომ აი გული ცოტა ხანი დამაცადე მე ვერაპარაკო ცოტა ხანი დავასრულო რაპარაკი რა არის ამდღეს რაში რაპარაკებ ნახუდე წელი შენ ვიხარდე სიყვარულო ეხლა მიაყუდე წელი მიდი ხო კარგი დედა მივაყუდებ კარგი რა არის საღამომშვიდობის მეგობრებო გამოვიყვანოთ მარიკო ბაღიდან იმიტომ რომ დღეს აღმოჩნდა რომ არავის არ ცალია დედის გარდა ხო და გამოვიყვანოთ აი დამსკდარი მოგტუჩები და ზოგადად ხო რისთვის შეგკრიბეთ ახლა დრამატულ ბლოგში ვერ მოვასწარი და ამიტომ მან პაწაწუნა რაღაცას დაგიდებთ და მინდა რაღაც გითხრათ. ზოგადად ყველა მიცით რომ სულ ვამბობ და არც უმალავ რომ მე არ მომწონს
როცა მაგალითად ჩემი ვიდეოების ქვეშ ვინმე სხვა ვლოგერს ლანძღავენ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. არ მსიამოვნებს, არ მომწონს არავის განხილვები. ჩემი ვიდეოს ქვეშ არ მომწონს, ნუ ხა არ არის სასიამოვნო და ახლა მე თუ არაფერი დამიშავა, მით უფრო ვერ ავყვები ვერავის საუბრებში. არ მიმაჩნია სწორად. ეს ერთი. მერე ძალიან მინდა გთხოვთ, აუშუქი როგორ მირტყავს. მოვეშვათ რაღაცა სკრინების ჩაყრას, რომ აი ამან რაღაც ესე თქვა, შენ გიგულისხმა თუ ამან ისე თქვა თუ ამან ესე თქვა. არ მაინტერესებს ხალხო. მინდოდა რომ ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ ადრეც ვთქვი, მაგრამ არ მეზარება გავიმეორო. არ მედარდება ვინ რას იტყვის ჩემზე. რა თქმა უნდა სხვა ლოგერზეა საუბარი. არ მაინტერესებს. თუ კარგს იტყვის მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ თუ არ არის კეთილგანწყობილი რაღაცას იტყვის, აი შენზე თქვა თუ შენ გიგულისხმა თუ აი შენზე ეწერა თუ წაშალა თუ ძალიან გთხოვთ რომ თავის შევიკავოთ. არ მაინტერესებს არც სკრინები, არც არავის სახელები, გვარები. ვისაც რა უნდა ის თქვას, კარგს იტყვის მადლობის მეტი რა მეთქმის და ღიათაც ვიტყვი მადლობას და თუ რაღაცა შეურაცხყოფას იტყვის კიდე რა უნდა უთხრა ხო არაფერი. რა ვიცი. რაც უნდა ის უქნია მოკლედ. ვინც არ უნდა იყოს. ხო და გააჩნია ხა თუ ჩემ შვილს შეეხო ჩემი ოჯახის წევრს და ასე შემდეგ ეს სხვა სახეს მიიღებს, მაგრამ ეს პიროვნულად რაღაცას იტყვის ჩემზე არ მედარდება, ამიტომ ძალიან გთხოვთ ზოგადად მოვეშვათ სკრინების ჩაყრას, ერთმანეთის გაგულიანებას. თუ თქვენ შეგაწუხებთ ის რომ ჩემზე რაღაცა ცუს დაწერთ თქვენ ეს არ გესიამოვნებათ, იქვე დაუწერეთ ის რომ თქვენ არ გესიამოვნებთ ეს და არ არის სწორი. მე სკრინებს ნუ ჩამიყრით. არ მაინტერესებს ვირას იტყვის, ვირას გააკეთებს. ყველა ადამიანი ვართ სხვადასხვა, ინდივიდუალური ადამიანები ვართ, ყველა სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, სხვადასხვა მიდგომა გვაქვს, სხვადასხვა ხმა გვაქვს, სხვადასხვა გაგება, სხვადასხვა განათლება, სხვადასხვა რა ვიცი, ყველაფერი სხვადასხვა. ამიტომ არ არის რა სწორი ერთმანეთის რაღაცეები. თქვენ ის გუყურებთ, იმათაც უყურებთ, ამათაც უყურებთ. ამიტომ არ მგონია სწორი ეს რაღაცა შეგულიანებები. იმედი მაქვს სწორად გამიგებთ. ზოგადად მე არ მგონია რომ ესე ვინმე დიდად გადაკირებული მყავდეს და ანუ რა ვიცი არ მგონია. არ მგონია რა, მოკლედ რო გითხრათ. ამიტომ ვიღაც რაღაცას რო იტყვის შეიძლება შენ გიგულისხმაზე ძალიან გთხოვთ. ნუ ავყვებით მსგავს სისულელეებს. მიგულისხმა, ეხა მიგულისხმა სხვა რამეა. ღიათ იტყვის შენზე სხვა რამეა. არც ერთ ვარიანტში არ არის, რა თქმა უნდა, ეხა კარგი თუ ცუდ ჭრილში მოგიხსენიებს, მაგრამ ჩემამდე ნუ მოიტანთ, ხარ მაინტერესებს ხალხო და ვერც ვერავის ვიდეოებს 24 საათი ვერ ჩაუჯდები, რომ დავიჭირო, ხა ჩემზე რამე ხوار თქვა, ანუ ძალიან მედებილება ეგ ამბავი და დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ მსგავს რაღაცებს ნუ ხა ჩამიყრით. არ მომწონს, არ მსიამოვნებს და არ არის რა სასიამოვნო. ძალიან ბევრზე მეც რაღაცას ვფიქრობ, რომ ასე ისე რაღაცა ის კონტენტი რაღაცა შეიძლება ისე არ იყოს. თუმცა ყოველდღიური ვლოგები, რასაც ჩვენ ესე ვთქვათ, ვიღებთ ყოველდღიური ვლოგები, ცხოვრებაზე არის და ცხოვრება მეტნეკლება ძალიან გავს ერთმანეთს და შეიძლება ბევრი კადრი დაემთხოს თუ ბევრი რაღაც დაემთხოს თუ რაღაცები. ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა, ამიტომ ახლა ამ მხრივ ვიღაც არ მომწონს ესე ალბათ არ არის შეიძლება რაღაცები არ მომწონდეს, მაგრამ აზრი რომ ყოველდღიურობას ვიღებთ არის იგივე. ასე რომ თავს გავფრთხილდით, ძალიან დიდი მადლობა ვინც მიყურებთ და ნეგატივს მოვეშვათ რაღაცების ჩანერგვას, მოვეშვათ რაღაცების ჩაყრას. ნახეთ როგორი მზია. ყველას გისურვებთ წარმატებებს.
დამოიწყდა მე თქვა, როცა ხალხო მიმათათხავთ ხოლმე და მე რო შევალ ერთი დღის მეტა კომენტარი წაშლილია, მე გოიმება. იყოს დატოვეთ, მივიღებ ყველანაირ კრიტიკას, ნუ ხა თქვენ კრიტიკა ბევრ მარიცით ლანძღვაში ხართ გადასულები, მაგრამ ნუ ღარშლით ნანახი მაქვს და არა მხოლოდ მე. ბაი. მადლობა რომ მიყურეთ.